მისი უწმინდესობა 14-15 აგვისტოსთვის უკვე იღებს გადაწყვეტილებას, რომ იგი არა თუ არ უნდა მოშორდეს თბილისს, არამედ ჩავიდეს კონფლიქტის ზონაში. იგი ამას ასაბუთებს იმითი ყველას წინაშე, რომ მას იქ ყავს სინოდის ორი წევრი მღვდელმთავარი, რომელიც არის ტყვეობაში, ესა გორის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი ანდრია და ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი ესაია. და იქ არიან ქართველი სასულიერო პირები და იქ არის ქართველი ხალხი საქართველოს მოქალაქეები. ეს იყო დრო, როდესაც ვერავინ ვერ აძლევდა მას იქ შესვლის გარანტიას, უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ ვერ იძლეოდა ამის პირობას და საბოლოოდ პატრიარქი იღებს გადაწყვეტილებას, რომ იგი მაინც უნდა წავიდეს კონფლიქტის და მიდის გორის მიმართულებით. მიდის გორის მიმართულებით. თუმცა ეს მცდელობები იყო მთელი წინა დღეების განმავლობაში. ეს არ იყო ერთბაშად მიღებული გადაწყვეტილება. პატრიარქი როდესაც უახლოვდება გორის მისადგომებს, სადამდეც თქვათ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია იყო იმ დროს. მას იქ სახელმწიფოს მხრიდან ხდება თუ არ ვწდები მაშინ ეს ბატონი იყო განათლების მინისტრი ბატონი ლომაია. ხდება რამოდენიმე სასულიერო პირი კიდევ და მას თანაც ახლავს სასულიერო პირების ჯგუფი და ხდება მაშინდელი აი ამ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული უცხო ჯარის მეთაური გენერალი ბორისოვი. თუმცა პატრიარქი იქვე ითხოვს იმას და კითხვას უსვამს ფაქტობრივად აი ამ გენერალს, რომ გენერალ ბორისოვს, რომ მოგცემთ, უნდა შევიდნენ ისინი ნიქოზშიც. ნიქოზშიც, სადაც უნდა იყოს დარჩენილი ისევ მეუფე ესაია. გენერალი ბორისოვი თან ხვდება, რომ თვითონ გააცილოს პატრიარქი და ერთად მიდიან ნიქოზისკენ, სადაც ისინი ნახულობენ გზაზე ძალიან მძიმე სანახაობაა ბევრგან გზის პირებზე დამწვარი ადამიანები, მანქანები. ისინი ჩადიან ნიქოზში, ნახულობენ უძველეს ისტორიულ რეზიდენციას, რომელიც სულ რამოდენიმე თვის დასრულებულია, მისი რესტავრაცია, რომელიც ჭურვის პირდაპირი მოხვედრით დაინგრა ფაქტობრივად და დაიწვა ძირითადი ნაწილი მისი და პატრიარქი შედის და ნახულობს იქ დარჩენილ ქართველებს და იქ დარჩენილ ქართველ სასულიერო პირებს. პატრიარქი იქიდან იღებს იმ ინფორმაციას, რომ შინდისის გზაზე არის კიდევ ერთ ჯგუფად ერთად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაღაც რიცხვი და პატრიარქი არტოვებს მათ ცხედრებს, რომლებიც უკვე რამოდენიმე დღეა იქ არიან და რა საშუალებაც ჰქონდა იმჟამად იქ მყოფ ტრანსპორტს, იმ ტრანსპორტს ყველას ტვირთავენ უკვე ცხედრებით. კადრებიც მათ შორის გადის. დიახ, და ესეც ცნობილი ფაქტია, რომ ფაქტობრივად გამოსყიდვას აკეთებს ამ ადამიანებისას, როდესაც თანხას აძლევს, გარკვეულ თანხას აძლევს თავდამსხმელი ჯარის იმჟამინდელ ხელმძღვანელსაც, რომ დათხოვს, რომ დაეხმაროს დაჭრილებისა და მიცვალებულების გამოყვანაში. იმ პირველი ჯგუფის ჩამოყვანის შემდეგ, ამაზე აღარ საუბრობენ ხოლმე, ის მანქანები, როგორც კი დაიცალა, უფრო მეტი მანქანა, ის მანქანები და უფრო მეტი სხვა მანქანა წავიდა მეორე გზაზე უკან და ხელახლა გამოიყვანეს იქიდან როგორც დახოცილები, ისე დაჭრილები.